9 აპრილის წამებულთა სულები დაგსკერიან ჩვენ. Konversațion națională. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არქივ უმრავლესობაა. ეს ქართველების ამბავია. გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე, გამოგვიწერეთ YouTube-ზე და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. დღეს ვისაუბრებთ საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე საინტერესო кейსზე. ყოველ შემთხვევაში მე ასეთ შეფასებას მივცემდი. თვითმფრინავის ბიჭები, რომელთა ისტორიაც, ვფიქრობ, წლების შემდეგ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას და ნამდვილად გაიყო რიგ მოქალაქეებში აზრები, რომ აქ მნიშვნელოვანი იყო ისტორია და თავგანწირვა და პროტესტი, თუ ის ადამიანები, რომლებიც თვითმფრინავში ასევე ისხდნენ. პროტესტი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. დღეს ამ საკითხებზე ისაუბრებს ირაკლი ჩარკვიანის, გეგა კობახიძის და ზოგადად ამ მოვლენების შემსწრე პიროვნება დავით ევგენიძე. დიდი მადლობა რომ დრო დაგვითვეთ, მადლობა ყოველთვის დაპატიჟებისთვის პირიქით. პირველ რიგში ალბათ თქვენ სახელს, როდესაც ვახსენებთ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ახსენდება სრულიად საქართველოს თვითმფრინავის ბიჭები, მithometes თქვენ იყავით, მათ შორის ირაკლი ჩარკვიანის, გეგა კობახიძის უახლოესი მეგობარი და არაერთ ეთერში გისაუბრიათ ამაზე. და მინდა თავიდან დაგისვათ ეს კითხვა, იმიტომ რომ ვფიქრობ საზოგადოებისთვის ეს თემა დღემდე საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაც დრო როცა გავიდა თითქოს ამ ისტორიამ ინტერპრეტაციის საშუალება მისცა ვიღაცებს, რაღაც წლების შემდეგ თითქოს ისინი არა მხოლოდ ამ რომანტიულ სცენარზე, რაღაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ბიჭებზე და გოგონებზე, არამედ დაფიქრდნენ მათ შორის იმ ხალხზე, რომელიც თვითმფრინავში იმყოფებოდნენ და რაღაც მომენტში თუ შუაზე არა, რაღაც მომენტში აზრები გაიყო და თითქოს რაღაცეების გადაფასება მოხდა. რეალურად ეს ბიჭები შეეწირენ პოლიტიკურ ხელმძღვანელობის თამაშს. დაპირისპირებული იყო თვითონ ხელისუფლების ორი ნაწილი, ეს უშიშროება და პრეზიდენტი. და ამ დროს, როდესაც თვითმფრინავს გაიტაცებდნენ, პრობლემა ექნებოდა ქვეყნის ხელმძღვანელს, ხო? და როგორც ჭორად ვიცოდით, ჩვენ მერე უკვე პოსტფაქტუმ, როცა ეს ყველაფერი მოხდა, ეს ბიჭებს დაგეგმილი ჰქონდათ ვიღაცის ინიციატივით, რომელიც საერთოდ გაქრა ამ ისტორიიდან. ვინ იყო ეს პიროვნება? და სახელგვარი არავინ არ ვიცით. მაგრამ რეალურად ვიცით, რომ არსებობდა, თვითმფრინავში იჯდა. და გაქრა შემდეგ? აი საერთოდ ხსენებულიც არ არის. და დაგეგმილი იყო ესეთი თვითმფრინავი იყო იაკი რა, სადაც მხოლოდ თვითონ ეტევოდნენ. ძალიან პატარა თვითმფრინავი. ავტობუსის ტიპის თვითმფრინავი. ხო, აი მარშრუტკასავით სიგარეტს რომ მოწევდი ფანჯრიდან, ეგეთ თვითმფრინავი იყო და თავისი პატარავითაც და იმით ისე შეელო შავ ზღვას გადაეფრინა, რომ რადარიც ვერ იჭერდა. ვი? ამაზე იყო დაგეგმილი, ეს ძალიან გვიან გავიგეთ ეს ჩვენ, ეს ისტორია. და მეორე მხარემ შეუცვალა თვითმფრინავი, რომ ამათ ნაბიჯი არ გადაედგა და ტუსტო 134 რა მოკლედ რუსულად ვეძახი. მეორე მხარე ვინ არის ამ შემთხვევაში? შევარნაძე და ინაური, როგორც ვიცი რა. და ამას თითქოს კეთილშობილ ნაბიჯად აფასებთ, რომ ეს თვითმფრინავი რო შეუცვალეს, პრევენცია იქნებოდა, რომ აღარ წავიდნო. ისეთი ომი იყო, რომ ესე გახსნილად ამათთვის რომ ვიღაცას ეთქვა, რომ წინასწარ ვიცი და არ წახვიდეთ. პოლიტიკური ისეთი დონის თამაში იყო და ამიტომ ნაბიჯი იყო გადადგმული იქითკენ, რომ იქნება არ წავიდნენ. მაგრამ აქ რისკ ფაქტორი შემოდის, სხვა მოქალაქეები, სხვა ადამიანები და სხვა ადამიანები. ესე უშიშროების მხარს და სხვა ადამიანები რომ არ გარისკავდნენ რა, ეხა ამდენ ადამიანი იჯდა იმ თვითმფრინავში მათ გარდა. და რატომაც იფიქრეს, რომ ჯერსეთ ეხა ვინ გაგატარებინებს იარაღს თვითმფრინავზე წარმოიდგინენ რა. ეგეც ხო კონტროლი ხო მაშინაც იყო ხარ? რა თქმა უნდა. შეიძლება ტექნოლოგია სხვა იყო, მაგრამ კონტროლი იმაზე გასასვლელში ფიზიკურად ადამიანები ფიზიკურად ამდენი იარაღი, ამდენი ლიმონკა ის გაიტანე, ეხა ეგეც მარტივი არ არის რა. მე მაინტერესებს ესეთი რამე. ერთის მხრივ, თუ აი მოდი ეხა ხომ მსჯელობის საგანია ეს, თუ ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები გაფრინდებოდნენ იმ თვითმფრინავით, რომელიც თავიდანვე ამბობთ, რომ დაგეგმილი იყო. არავინ არ დაიღუპებოდა. გადაფრინდებოდნენ, მხოლოდ ზიანი იყო ქვეყნისთვის რეპუტაციული, ხო ეს? ქვეყნისთვის და ხელმძღვანელობისთვის, რომ ჰაიჯეკი მოხდა საქართველოში ამ ხელისუფლების დროს. და შევარნაძემ არჩია, რომ რეპუტაციულ ზიანს ამდენი მსხვერპლი მოყოლოდა. შევარნაძემ ალბათ ჩათვალა, რომ არ წავიდოდნენ.
ამ ხელა ფიგურა ამ გადაწყვეტილებას რომ მიიღებს თითქოს რაღაცა ჩემთვის გაუგებარია. იცი რა ლოგიკიდან გამომდინარე, როდესაც ესეთი პოლიტიკური ომი ამ დონის პოლიტიკოსების ან სული კაგები წარმოიდგინე ხა რა. კოშმარი რაღაცა, მაგ თამაშში ვერ მიხვდები ვინ რა ნაბიჯს რატომ ადგავს. იმიტომ რომ მომგებიანი რეალურად რო დაფიქრდი, არავის არ იყო, ხალხი დაიღუპა, ბიჭები შეეძინეს, მე ეს გადაწყვეტილება დახვრეტის, ნუ ერთ-ერთი ყველაზე კოშმარი ისტორია ჩემ ცხოვრებაში რა. იმიტომ რომ ჩემი უახლოესი მეგობარი იყო გეგა, აი მართლა ძალიან ბავშვობიდან მოვდივართ ერთად რა. თუ გეგა და ჩემი და იყვნენ ერთ დღეს დაბადებულები რა. და ჩემი და რო 16 წლის გარდაიცვალა, გეგა აღარ იხდიდა დაბადების დღეს მოდიოდა ჩემთან. ძალიან უცნაურია რომ მე და ირაკლის არ გვითხრა რა, დღემდე ვერ ხვდები რა. მოდი ვისაუბროთ წინა ღამეზე. ქორწილი იყო. ჩვენ ვიყავით ნაწყენები მე და ირაკლი, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდით ეს ერთი წელი გაგვიქრა რა. ამ რაც ეს გოგოსთან რომანი თავის თინასთან. მაგ პერიოდში მე მოსკოვის კონსერვატორიაში ვსწავლობდი და რო ჩამოვდიოდი არდადეგებზე, არ არსებობს რომ გეგა აეროპორტში არ დახვედრილიყო რა. და ეს იყო პირველი შემთხვევა რომ ჩამოვედი, ქორწილისთვის ჩამოვედი. ნუ არ დახვდა, ვიფიქრე ხა დაკავებულია ქორწილისთვის ემზადება რაღაცა რა. და ქორწილში რომ მივედი და მეჯვარეებად ვინც იჯდნენ გარშემო, რა ის საქორწილო მაგიდა ხო ესია და მე დანარჩენი მაგიდები გასწრებ. ხო ვინც ბევრი ხალხი საერთოდ ჩვენთვის უცხო ხალხი იჯდა იქ მეჯვარეებად. ფინანს მხარე ხო არ იყო? აი ხო უცხო ადამიანები რა, ეხლა მე და ირაკლის ეხლა გეგა იყო ჩვენი ბავშვობის მეგობარი და ეს ადამიანები ხო საერთოდ არ გვინახია გეგას გვერდზე. და ცოტა რომ ნაწყენი ხარ, რატო ისინი არიან მეჯვარეები და რატო ჩვენ ბავშვობის მეგობრები ხართ ამ. ხო, აი მართლა ბავშვობის მეგობრები რა. და ცოტა ადრე ავდექით რა მე და ირაკლი. და კახა თოლორდავა. ქორწილიდან და გამოგვეკიდა გეგა რა. და მაშინ მე მქონდა ახალი ბინა, მე ხოლმე სწავლაზე ვცხოვრობდი, მიღებული ნუცუბიძეზე და ჯერ გადასული არ ვიყავი. და იქ ყველგან უდარნიკი ინსტრუმენტები და ავდიოდით ხოლმე, მე ირაკლი უკრავდით რა. და რატომ მიდიხართო რა და ნუ მეთქი არ სვავთ, სისულელი მოვიგონეთ რა. იგზნო გეგამ რო გვეწყინა, ხო და სად იქნებითო საღამოსო და ნუ მეთქი ნუცუბიძეზე ავალთ რა. მოვალო და არც დამიშვია ხა რო თავის ქორწილი ხოლმე საქორწილო მოგზაურობაში მიდის რა. სად მიდოდა და წესი თქვენ როგორ იცოდით? თვითონაც მიფრინავდნენ აჭარაში რა. საქორწილო მოგზაურობაში რა. და ნუ არც მოგსულია თავში აზრად და არც გვეგონა რომ მოვიდო და ამიტომ ძალიან გვიან მივედით რა იმ პერიოდში სად იყო ღამის კლუბები. დავბუდიალობდით ეს მეგობრების საოჯახებში. და ბოლოს სადღაც 3 წუთები იყო რომ მივედით ნუცუბიძეზე მე და ირაკლი და მხდება წერილი რა. კარში გარჩობილი რა. ვიყავით გეგა, თინიკო და კომპანია. ყველა მოსულან რა. ჩვენ არ დახვდით ამ. ჩვენ არ გვიან მივედით. და ირაკლის ვეუნები რომ მეთქი რახან თავის ქორწილში მოვიდა ეთქვა მიხვდა რომ გვეწყინა თქო რა და მოდი მივაკითხოთ მეთქი და იქ კანდელაგზე ცხოვრობდა პირველ სართულზე გეგა მე ნუცუბიძის დასაწყისში. დავჯექით მანქანაზე მივაკითხეთ. 3 იყო უკვე რა. და გეგა უკვე ლოგინში იწვევდა რომ ადრე მიფრინავდა რა მეორე დილას რა და ჩააცვა თავის ძროხს. თვითონაც ჩაიცვა და გამოყვა. ავედით ნუცუბიძეზე და ნუ დაждდა გეგა უდარნიკზე, ირაკლი გიტარაზე. გეუცნაურად მისი ეს ქმედება? არა, ეს ჩვეულებრივი ჩვენი საქციელები იყო რა, ეს არ იყო რაღაცა განსაკუთრებული ესე. ყოველდღიურობა ესეთი იყო. ესე ცხოვრობდით რა. ნუ ავედით ნუცუბიძეზე და მაიმუნობთ, უკრავთ, გადავობთ რაღაცა და ჩვეულებრივი დღე არის აბსოლუტურად და ეს ცოლი არის რაღაცა აი არც იღიმის, რაღაც ძალიან ესეთი სახე და ჩაის გასაკეთებლად გავედით ირაკლი და ირაკლი მეუბნება რომ აუ უჟმურიავდო თუ ჩვენ არ ვასებით რა მწულსო თუნდაც ადმედის რაც წარმოვიდგენდეთ რა და აი გათენდა რა დილა უკვე რა და სახში მივიყვანეთ რა და არ დამავიწყდება მე ტურაშულს ცოტა შეცვლილად აქვს წიგნში შეტანილი ჯინსების თაობაში ჩემი მონაყოლი რა ამოიღო უფრო ხო ქორწილში მესროლა თითქოს ეს პაჭკა და ეგრე არ იყოს რომ რაღაც ამერიკულ სიგარეტზე რო იყო საუბარი. ხო და ეს კემელი იყო უფილტრო და ეწერა იმას Turkish brand. და ესე ამოიღო სიგარეტი და Turkish brand. მე ვერ ხვდები უკვე პოსტფაქტუმურად ეს თურქეთში იპარებოდნენ რაღაცნაირი მესიჯი მომცა თქო ესე დამაფიქრა რა. მიდიოდა ერთი კვირით ხო და მოვიდა და რაღაცნაირად ჩაგვეხუტა რა.
რომ არც ერთი განშორებისას ესე არ ჩაგხვუტებია რა. ეს მერე რო იგზნობ რა, ამას იმ მომენტში არა რა. დავტოვეთ სახში, მე ირაკლი წავიყვანე ელექტრონიკა რო იყო რა პეკინზე იქ ცხოვრობდა, მე წავედი რუსთაველზე და გზაში ვლაპარაკობდი გეგა როგორ გაგვიქრა თქო, ირაკლის ერთმანეთს ვეუბნებოდით რა. ო თითქოს ამ გოგონას მიმართაც რაღაც ეჭვი იყო ხო, რომ იქნებ მისი ხო, ნუ არ მოვწონვართ თავის სამეგობრო უყვარს და ჩვენ არ მოვწონვართ თუ რაღაცა და ნუ დავტოვე ირაკლი მივედი დავიძინე და 2 საათიც არ იყო მაქსიმუმ 3 საათი გასული ირაკლი მერყავს ენაებმის რომ გეგამ თვითმფრინავი გაიტაცავდა მეთქი მაღადარ ხუმრობს და მივხვდი ხმაზე რომ არანორმალური ხმა ქონდა რა და გავარდი ირაკლისთან რა გავარდი დავჯექით მანქანაში წავედი აეროპორტის გზაზე და გადაკეტილი იყო გზები არავინ არ გაგვიშვა იქითკენ რა და მე უკვე რაც იყო თვითმფრინავში რა ხდებოდა ამაზე ინფორმაცია გაქვთ ან გეგას ახლა არც გაუსურია არც არაფერი ეგ ვიცი ნამდვილად და ახლა იქ იყო მაგალითად შედარებით მათზე უფროსი გიატაბიძე ჩემი მეგობრის ძმა რა რომელიც მაინც უფრო უფროსი იყო მათ შორის ის მღვდელი საერთოდ ყოფილა საერთოდ აბსურდია რა ხო იცნობდით ამ ადამიანს არა ეს გიატაბიძეს ვიცნობდი მხოლოდ მის დის გამო და არა გეგასგან გასაგები და იმ დანარჩენებს აი ესე რო იცნობ რა შორიდან რო ვიცინო ეს წერეთელი აკადემიაში სწავლობდა და ცოლისგან უმრავლესად იყო გეგას ცოლის სამეგობრო რა გეგას ბავშვობის მეგობარი არც ერთი არ იყო იქ ეს გეუცნაო რა ჩვენთვის რო ეთქვა აი იმ ღამეს რო ეთქვა შეიძლება აღარ წასვლა არ გაგვეშვა თუ მისი დაუოკებელი სურვილი იყო ეს ნუ ჩავკეტავდით რუსობიძეზე რა იყო აბსოლუტური რომანტიკოსი რა აი ესე გეგამ თაკეკმა თვითმფრინავის გადაცემა ცოტა ჩემთვის აბსურდია რა გეგა იყო ერთ-ერთი მონაწილე ამ ამბის რაღაცის გამო აი დღემდე ვერ ხვდები იმიტომ რომ არამისი საქციელია რა სხვა ადამიანის გაწირვა გეგასთან საერთოდ ძალიან შორი იყო რა თქვენ საუბრობდით რომ არსებობდა ერთი გოგონა რომელიც ძალიან უყვარდა გეგას ამაზე მეც ხო არ მოგვიყვებით ცოტა მეუხერხულება ხოლმე ამაზე რომ სავლაპარაკობ მე მახსენდება რომ ეს ცოლი არსებობს და ამას ცოლი აი ცოლი სხვა ადამიანია და ის გოგონა რომელიც ძალიან უყვარდა მე რატომღაც მე ესეთ რომანტიკული გზა ავირჩიე გეგას ნაბიჯის რომ წავიდა ის გოგო რა საზღვარგარეთ რა საცხოვრებლად როგორ დააშორეს ეს ისტორია ეს საშინელი ისტორია გაათხოვეს ეს გოგო რა ვიღაცას გააყოლეს ძალით და ჩვენ ჩემ მეგობართან დათო ჯანელიძესთან გაიპარნენ მე ვერ წავედი იმ დღეს თბილისშივე ხდება ეს გაპარვა ის და ხაშურში წავიდან ჩემ მეგობართან სახლში რა და იქ ვიღაცამ ჩაუშვა და დაადგა კგბ და გამოათხრეს ეს გოგო ლოგინიდან წაართვეს და საშინელი ისტორია იყო რომ ერთმანეთს ჯვარი გაუცვალესო კი რაღაცებს ესროდნენ რა იმ მომენტში როცა მანქანებში სვავდნენ რა ეს გოგოს აწაიყვანეს ამერიკაში გაათხოვეს და წაიყვანეს და იგათხოვა და თითქოს ამას უკავშირებდით თქვენ რომ მე ვიძახდი რომ მეთქი ალბათ იქ მიდიოდა მე იქით მიუწევდა გული ხო შეიძლება აი ეგ იყო გეგას мотиваცია რომ ის ისე უყვარდა მახსოვს ეს სიმძაფრე მაგ სიყვარულის რა. დაახლოებით რა ინტერვალია ეს ამ გოგოს ასე განშორებიდან შემდგომ თინას ცოლად მოყვა. ბევრი არ არის, აი წელიწად ნახევარი მაქსიმუმური წელი. შატალოზე რომ მივდიოდით ხოლმე, მუზა იყო ჩვენი ადგილი შეხვედრის, ჩანთებს ნაგვის ყუთში ვდებდით ხოლმე სკოლის ჩანთებს და ყველა ჩვენი მიმართულება ქონდა, მაგალითად ირაკლის უყვარდა ქეთიქობულია მისი პირველი ცოლი. და პეკინიდან კი არ მოდიოდა, სულ მოდიოდა ქიაჩერიდან იქ ცხოვრობდა და მეთქი იქიდან რა გინდა და სახლი გავამეკიდა, არ ტყდებოდა რომ იქ უნდა რომ იმას შეხვედრო და ძალიან უყვარდა ირაკლის ქეთი. თქვენი აზრით ეს გადაწყვეტილება რაც გეგამ და იმ ახალგაზრდებამ მიიღეს, ეს იყო ერთეული ახალგაზრდების გადაწყვეტილება თუ ზოგადად იყო ეს ახალგაზრდების სათქმელი? იმ პერიოდში იმ საბჭოთა კავშირში პროტესტი აბსოლუტურად ჩვენი ყველა ნაბიჯი, ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ვიზუალი სულ პროტესტი იყო რა. მე ხა ბენდანა რო დავიხურე და საყურე გავიგე პირველი ვიყავი ვინც ეს გააკეთა რა და ამის გამო ძალიან ბევრი ძველ ბიჭებთან მომდიოდა ჩხუბი რა მეგრელი ქალი წაგიკრია და თავზე და სულ კონფლიქტი და ხალი ხარ საყურე რო გიკეთია ბიჭო და რაღაცა და სულ გვიწევდა ხოლმე ჩხუბი. პროტესტის გამოხატულება იყო ესეც მათი მხრიდან. იყო ოღონდ არააგრესიული პროტესტი, ხვდები? აი ეს იყო განსხვავებული ნაბიჯი თვითმფრინავის გადაცემა იმ ჩვენი ყველა დანარჩენი ნაბიჯებისგან
იმიტომ ჩვენი პროტესტი იყო ამ სახით, ჩვენ თქვენ არ გავართ. რაღაცით გავს თითქოს დღევანდელ სიტუაციას. კი, გავს. ჩვენ თქვენ არ გავართ. ჩვენ ვართ. ჩვენ თავისუფლები ვართ. და უფრო ძლიერია ამ ისტორიაში ის ტრაგედია, რაც მოხდა თუ პროტესტის პრეცედენტი, მსგავსი პროტესტის პრეცედენტი. თვითმფრინავის გატაცება იყო ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი საბჭოთა კავშირის ისტორიაში. რა იქ ოჯახიც არსებობს, რომ წავიდნენ. არის მეორე, რომელიც დაიღუპნენ. და იყო ეს პრეცედენტები, როგორც აგრესიული პროტესტი იმ წყობის, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა რა, იმ კომუნიზმის და იმ რაღაც საშინელების რა. მაშინ კლუბები არ იყო. და წელიწადში ორჯერ გაზაფხულზე და საახალწლოდ, ვისაც დიდი სახლი ჰქონდა ჩვენ სამეგობროში, მაგალითად, ქეთიშა ეგნატოვის, კოკა ეგნატოვის სახელოსნოში, ლანა ნუცა და ქეთი მესხიშვილებს, ლანა ღოღობერიძის სახელოსნოში, სულ ვატარებდით კონცერტებს რა, კოსტიუმირებულს, მოსაწვევებით. თითქოს მაშინ საზოგადოება სამართალსაც თვითონ ქმნიდა. ეს ძალიან შეეხეთ ძველ ბიჭებს და ასე შემდეგ. იმ ეპოქაში თითქოს სასამართლო სისტემაც ეს იყო. და თვითონ, რა ვიცი, რაც საჭიროებაც ხელისუფლებისგან იყო, საზოგადოება ამას თვითონ აკეთებდა. ამის გამოხატულება ნათელი თქვენი ეს რაღაც სიტუაციების შექმნა, ხო, გასართობის სიტუაციები მაშინ დეფიციტური. რეალურად არ იყო. არ იყო არც კლუბი, არც არაფერი, სადმე გასულიყავი და ან კონცერტი გაგიმართა არაფერი და კონცერტები, როგორ სრულყოფილი კონცერტები ქონდა, იცი, თავის პროგრამით დომ კულტურით თუ რაღაც სისულელები არსებობდა და იქ ხირავდით ფულით ამ ინსტრუმენტებს. და აი მართლა და VHS-ი რო გაჩნდა, ქეთის და ნუცას აქვთ VHS-ზე დარჩენილი ეს გადაღებული ჩვენი კონცერტები, სადაც ცოცხალია დატო კოტეტიშვილი, ცოცხალია ლევან აბაშიძე, გიო ცინცაძე, ნუ ირაკლი, გეგა, ლოვიკა, ყველანი რა. ის კადრები ისე მინდა რომ გავაცოცხლო, რომ აი ეს მე ვუყურე თქვენს ქორწილში თქვენ და ირაკლი როცა თქვენ უკრავთ ირაკლი ბღერის და რაღაც ის იყო, ემოციური ის იყო თითქოს. ეს სიმღერა თქვენს გამოსამშვიდობებელ სიმღერად ხო არ ჩამოყალიბდა? მე თბილისში ვიყავი, მე გავფრინდი, ხო ეს ხო მე რაღაც პერიოდში გამოაცხადეს განაჩენი. განაჩენის გამოცხადების დროს ვიყავი მოსკოვში. და რო გავიგე რომ გეგას მიუსაჯეს დახვრეტა. Изложенные мной обстоятельства виновности каждого подсудимого в отдельности прошу приговорить. Чехладзе Теймурана Владимировича по статье 19, часть 1 статьи 84 УК Грузинской ССР к максимальной санкции этой статьи, к высшей мере наказания расстрелу. И Велели Каху Важаевича, и Велели Пату Важаевича, Кобахидзе Германа Михайловича, к высшей мере наказания расстрелу. Ну, აი არ დამავიწყდება ეგ რა. როგორ მახსოვს, დედაჩემი ვერ მეუნეოდა ამ ამბავს რა. და ირაკლის წარმინდოდა დაარეკვა მაშინ სად იყო მობილურები რა, შეკვეთა უნდა გაგეკეთებინა თუ რაღაცა და დედაჩემს მეუნეოდა შემიკვეთე რა ირაკლი მეთქი რა და მიდებდა ამ ამბავს რა. რო არ გამეგო რომ ეს მოხდა რა და თქვენი ამბობდა რომ ქორწილიდან როცა მიხოდით თქვენ ძალიან დამძიმებული იყავით სახლში მაშინვე ემოციურად. ქორწილ აი რაღაცა აურა იდგა ქორწილში, გაუგებარი მაშინ ქვეცნობიერად რო გიცნობ და რო ვერ ხვდები რატო. აი რაღაცა სიმძიმის, აი ვერ აგიხსნი. უჩვეულო იყო. უჩვეულო, აი ის რაღაცნაირი აურა იყო, რომელსაც ვერც ხსნი და ვერც მაშინ ვერ ახსნიდი, მაგრამ ნეგატივი მოდიოდა რაღაცა საკმაოდ აგრესიული რა. ამ ისტორიის რომელი ნაწილი დარჩა ყველაზე უცნობი საზოგადოებისთვის? რეალურად იქ თვითმფრინავში ქმედებები არ ვიცით. ხვდები აი მართლა რეალური, ვიცით ვიღაცის მოყოლილი. ეს მაინტერესებს გითხეთ, რას ყვება ეს რომ იქ მოხდა გასროლა? არა, ნუ აი ხა სასამართლოზე იყო რომ მაგალითად სასამართლოზე მღვდელი რომელსაც სიკვდილით დასაჯეს თვითმფრინავში არ ყოფილა. მაგრამ ინფორმაცია იცოდა. ხო, მაგრამ მაგის გამო დახრე, აი ხა როგორი ალოგიკური რაღაცა ადამიანი ამჯდარა იმ თვითმფრინავში რომელიც გაიტაცეს და იმას ხრიტავ. აბსურდი არ არის? გაუთქმელობაზე ხო არ დავებოდნენ აქ რომ იცოდი შენ და არ გაგვაფრთხილე. და ვერც დაუნტკიცებდნენ იცოდა არ იცოდა. ამათ თვითონ არცაც არ უთქვია თავის იმაში რომ მღვდელმა იცოდა და მე კიდე რა არ მესმის, სადღაც ხო არის გეგას საფლავი. დღემდე რატო არ გვეუბნებიან? ხო შეიძლება რომ მივიდეთ და სასაფლაო გქონდეს და გამეიჭვი გაქვთ? მე ვფიქრობ რომ არის სადღაც.
მე ერთხელ მოხდა ეგეთი რამე, რომ ნათელას გეგას დედას დაურეკა უცნობმა ადამიანმა და ცოცხალიაო, ხო? არა, ეს ცოცხალი სულ იყო ხშირად და ჩვენ მე ირაკი ტანსაცმელებს ვაგროვებდი და ხან სიმბირში ზის, ხან იმაში ზის, რამდენი წელი აგეუბნებოდნენ ამას რომ გეგას? აუ, საკმაოდ დიდი ბევრი წლები გურჯეროდა რომ არ არის გარდაცვლილი. და მე დაურეკეს ნათელას და უთხრეს რომ გეტყვით საფლავის ადგილს. მივიდნენ და აღმოჩნდა წერეთელი. თვითმფრინავში ვინც იყო ეს წერეთელი იყო იქ თვითმფრინავში დაჭრეს და მე გზაში მოკვდა რა. და რატო არ უნდა ამბობდნენ საფლავის ადგილს? აი ვერ ხვდები, იმიტომ რომ კულტი არ გახდეს. ეხა გეგასაფლავი რო არსებობდეს, ხო? იქ რიტუალები იქნება ჩემი თაობის ნამდვილად შემიძლია გითხრა რა. სამყაროში არის შიში აი ესეთი თავისუფალი ადამიანი. ჭეშმარიტად თავისუფალ ადამიანს ებძვის რაღაცა ნომენკლატურული სამყარო რა. იმიტომ რომ თავისუფლება არის ღმერთის საჩუქარი რა. და ეგ არის მთავარი რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. მაგაზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანს არაფერი არ არის. დაბადებით მოინჭებული. თან ქართულ ენას უდევს რა თავის უფალი ხარ რა. კი ბატონო, ნუ ამ ისტორიაში ალბათ ამომწურავია უკვე ყველაფერი თუ არის რამე და ის emotion როგორ დავწერე სწორედ რომ გავიგე განაჩენი, აი წარმოუდგენელი იყო დღესაც ვხვდები რამე მიყვანა პიანოსთან რა. მაგრამ აი ესე მოხდა რა, აი ვერ გამოვხატე ვერანაირად სხვანაირად ემოცია და ეს სიმღერა იქვე დავწერე რა. ემოციური სიმღერა იყო, თითქოს რაღაც საუნდტრეკად არის რა. ხო, დარჩა იმ ეპოქის სიმღერად დღემდე რა. და სხვადასხვა ფოტოები მაქვს რა, ძალიან ბევრი და ლექსებიც მაქვს მიძღვნილი ამ ფოტოებზე. სადაც ფოტოში არიან ლევან აბაშიძე, გეგა კობახიძე, ლევან ღობერძე, ლევან კერესელიძე, ირაკლი ჩარკვიანი. და ერთადერთი მე ვარ ცოცხალი რა. და მე დავფიქრდი და ერთხელ ჩავთვალე რომ ეს მისიოლოგიურია, იმიტომ რომ მემატიანე უნდა გავხდე ჩემი თაობის ადამიანების რა. და ეხლა ვაპირებ კონცერტს, სადაც მე კი არ ვიქნები სცენაზე, ერთად ვიქნებით უყოლანი. და მაინტრიგებელია, ნამდვილად. თქვენ თაობას ეძახიან დაკარგული თაობა რომ კი ეძახიან, დაკარგულსაც ეძახიან, რავი, ბევრი სახელი დაგვარქოს. ეპოქიდან გამომდინარე, ბევრი ჭირვარამი გაიარა თქვენ. ხო, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი დაკარგული თაობა ვარ, თუ გეტყვი რატო. აი ბოლო პერიოდში დავფიქრდი, რომ უნდა ახალმა თაობამ იცოდეს შემოქმედება, რაც ჩვენმა თაობამ შექმნა. არიციან გოგიტა ჭყონიას ფილმები, არიციან ტატო კოტოტიშვილის ფილმები. კინემატოგრაფში საოცარი რაღაცები ხდებოდა იმ პერიოდში. არიციან გიოცინცაძეს რაღაცები, მუსიკა და მე უნდა ავიღო ჩემ თავზე მივაქციო ამას ყურადღება და უნდა მიუძღვნა ჩემი დრო, რომ ეს ახალ თაობას გავაცნო. ეს იქნება კონცერტების სახით, რეტროსპექტივების სახით. აი რაღაცა ფორმა უნდა ვიპოვო რა. იმიტომ რომ არ არიან დაკარგული შექმნის. ეგეც ჩვენი ანდეგრაუნდული თვისება იყო რა. ესმის. თქვენ როგორ აფასებთ საზოგადოების და მithumetas თქვენი თაობის, იმდროინდელი თქვენი თაობის ახალგაზრდების დამოკიდებულება როგორი იყო ამ ამბავთან დაკავშირებით? შეიძლება საჯარო ვერ ყოფილიყო მოცემულობიდან გამომდინარე, მაგრამ იქნებ შიდა საუბრებში იყო ეს მოტივის ფუნქცია. ჩვენ სამეგობროს გულისხმობ აბსოლუტურად ერთი ჩვენც იმ პროტესტის ნაწილი დავჭით, ვიზიარებდით, უბრალოდ ნაბიჯი ერთადერთი რისი ნოც ქონდა ყოველთვის ფორმა და ის ადამიანები, რომლებიც არაფერ შუაში არ იყვნენ. აი ეს იყო გულდასაწყვეტი და სატკენი ერთადერთი რა. ხომ არ იყო იმ თაობის ახალგაზრდებისთვის მამოტივირებელი შემთხვევა, რომ ამ უსამართლობის წინააღმდეგ უფრო რა ვიცი გამალებით ებრძოლა. მახსენდება რეალურად ამ სახის ამბის მერე ეს დარჩა რაღაცა კინოსავი დარჩა რა ეს ამბავი რა. საოცარი სცენარია ეს რაც მოხდა. ხო, ბევრი არ გვაქვს ესეთი სცენარი. ხო და მაგას ვიძახი, აი დარჩა რაღაცა კინემატოგრაფიულ ისტორიად რა და არა ვითომ რეალურად იყო ეს ყველაფერი რა. გარომანტიზდა და ალბათ დაკარგა იმ პროტესტის მუხტი, რომელიც იყო ჩადებული და ცოტა რომანტიზმში გადავიდა. მაგრამ რომანტიზმი შეიძლება იყოს კაცო რაღაც სახელმძღვანელო, რომ ერთ დროს ახალგაზრდებმა კი, მაგრამ ბევრად მეტი ჩაიდო, ვიდრე მიიღეთ. მე მინდა აი პარალელებზე ხშირად საუბრობდი ახ გადაცემის მიმდინარეობისას და აი დღევანდელობასთან
შეგიძლიათ რამე პარალელები გაავლოთ, აი თუნდაც პროტესტზე როდესაც საუბრობდით, რომ აი დღევანდელ ახალგაზრდებზე პირობითად თქვენ გქონდათ პროტესტი, რომ ეს მე თქვენ მარტო ეგეთი არა ეხა 9 აპრილი, ნოემბერი. ეს თავისთავად ეროვნული მოძრაობა უკვე გასაგები. ჩვენი თაობა იყო, ვინც პირველმა ჩვენ ენა შეუნარჩუნეთ საქართველოს სახელმწიფო ენა 78 წელს. ყველა რესპუბლიკამ მიიღო ეს კანონი და ენა გახადეს პირველ ენად რუსული და საქართველოს არ დათმო. და სწორედ საქართველოს არ დათმობამ შეუნარჩუნა დანარჩენ რესპუბლიკებს ენები ეს. ნუ პრივილეგირებული სახელმწიფო დაფასებენ საქართველოს საბჭოთა კავშირის დროს. ეგრეც იყო რეალურად რა. არის რამე, აი ხო ბევრი ნებათა ღილვაა დღეს საქართველოში, ხო? ფაქტობრივად პოლარიზაციაა საქართველოში, შეიძლება ასეთ შეიძლება პოლარიზირებული არ თელი სამყარო. სამყაროზე სანამ გადავალთ, აი საქართველოს ნაწილია ამ სამყაროში, რას გულისხმობ ხა უყურე? პროტესტის არის აბსოლუტურად ორგანული მდგომარეობა ადამიანის. ეს არ არის რაღაც ავადმყოფობა ან დანაშაული. პროტესტია რა. ოღონდ გამოხატვის ფორმები არის სხვადასხვა. ჩემი თაობა აგრესიული პროტესტის მომხრე არ იყო. ჩვენი პროტესტი იყო მე შენაირი არ ვარ. და ამ პროტესტის ბოლო ნაბიჯი იყო გეგას თვითმფრინავი. აი მაქვს უკვე ოდნავ აგრესიულად დაფასებთ. იცი რა აგრესიულად არა, მე კიდევ ერთხელ ვიძახე, როდესაც იქ ვიღაცების ბოდიში საუბრობენ საერთოდ რომ ტერორიზმი იყო ესო და ასე შემდეგ. არა, უყურე ეს იყო პერფორმანსი რა, ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. არა მგონია რომ ბოლომდე გაცნობიერებული ქონოდათ რომ ეს მოხდებოდა რაც მოხდა. რვან ადამიანები დაიღუპებოდნენ. ზუსტად ვიცი, ხა გეგას ხო ვიცნობ, სხვის სიკვდილს გეგა არ წავიდოდა. არ არსებობს. მართლა აი ჩათვალე რომ მე ვარ გეგა რა. ეს დაუბრუნდით ამ თემას, როგორ ფიქრობთ, აი ეს შეზღუდვები, რაღაც სპეციფიკით ხო არ წააგავს, აი დღევანდელი ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები იმ დროს, იმ დროში არა, იმ დროს ღმერთო დაგვიფაროს, ხა იმ დროს არაფრით არ წააგავს? არა, ყველა ხელისუფლება სოფლიოში, ვისაც აქვს ძალაუფლება. რაღაცა მხრივ არის ძალიან ბევრი შეცდომების მსხვერპლი. თუმცა შეცდომა შეიძლება იყოს საბედისწერო. ხო და რა თქმა უნდა და საერთოდ ძალაუფლება არის უდიდესი გამოცდა. დიდ ძალაუფლებას დიდი პასუხისმგებლობები მოყოლ. საერთოდ მართვა სახელმწიფოს იმით უმეტეს ჩვენ საქართველოს გულისხმობ. როდესაც ხარ უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ადგილას და ხარ ინტერესი თითქმის ისტორიულად ესე იყო ყოველთვის. ყველასთვის მნიშვნელოვანი იყავი. და რამდენადაც შენი საინტერესო ადგილს ამყოფელი ეს საფრთხის გიქმნიდა მაგრამ. იყო კარგი ქვეყნისთვის, იმდენათვე იყო საფრთხის შემქმნელი რა. ამიტომ ძალიან რთულია რა. როდესაც გველეშაპები ყავს გარშემო, რა თელი ისტორია რო ავიღოთ საქართველოს, ირანსა და თურქებს შორის, მონღოლსა და წარმოიდგინე რა, მე იყო დიდი არაბობა და ასე შემდეგ. ხო, და მე რუსეთი და ნუ აი წარმოიდგინე რა, სულ გველეშაპებს შორის ვარ და კიდე მოვახერხეთ, რომ ვლაპარაკობ ჩვენ ენაზე. გვაქვს ჩვენი სარწმუნოება და ისტორია, დაწერილი ისტორია გვაქვს. დაწერილი ისტორია ფანტასტიკური ამბანი. სოფლიოში ერთ-ერთი მე ვფიქრობ 14 დამწერლობა შორის ერთ-ერთი ქართული და პირველი პური და პირველი ღვინო და ეხა ამ პატარა ქვეყანას მე აი მაგაზე გვედავებიან სომხები არა ღვინო ღვინო დღემდე არა და ეხა რას გვედავები აი სომხური კონიაკი გამიგებრა ხა სომხური ღვინო ყურძნის ჯიშზე აქვს საუბარი რაღაც ყურძნის ჯიში გქონდაო ჩვენო თავიდანვე ქვევში აღმოვაჩინეთო რაღაც ციფრებია ნუ მოკლედ კაგი შევარგოთ ხო კი ბატონო ესე იგი ეს გავიგე რა თქმა უნდა ხელისუფლებას ბევრი გადასტომა, ბევრი შეცდომა ყველა ხელისუფლებას, თუმცა აი შედარების კონტექსტში თითქოს თავისუფლების შეზღუდვა ყოველ შემთხვევაში მე ასე აღვიქო და ნუ ჩემთან ერთად ბევრი ახალგაზრდა. თავისუფლების შეზღუდვა ახლაც ძალიან აქტიურია. თან ფიქრობ ხშირ შემთხვევაში და რიგ შემთხვევებში გაუმართლებელი. იცი რა მე გეტყვი ხარ რეალურად. მე რო ხედავდე მაგალითად ხელისუფლებასთან პრეტენზიით იმ სახის ოპოზიციას, რომელიც მაგალითად მოითხოვს აფხაზეთის დაბრუნებას, სამაჩაბლოს დაბრუნებას. ჩემთვის არ არის ერთადერთი мотиваცია შენ წადი მე მოვალ რა. არც ჩემთვის. ხო ხტები რას ვეძახი? არც ჩემთვის არ არის ეგ.
საქართველოს გამოსადეგი ნაბიჯი ოპოზიციის უნდა იყოს ის, რაც რეალურად წარმოადგენს საქართველოსთვის ისტორიულ მნიშვნელოვან ფაქტორს. მე მაგალითად არ მისმის, რომ დღეს არ ვითხოვთ უზარმაზარ შრომის ჩადებას იმაში, რომ დავიბრუნოთ ჩვენი 64 აფხაზეთი რა. მე მაგალითად იმასაც გეტყოდით რა. მე რომ მითხრან ევროპაში შევიდეთ თუ აფხაზეთს დაგიბრუნებთ, მე ავირჩევდი აფხაზეთის დაბრუნებას. აფხაზეთსა სამოჩაბლოს დაბრუნებას ვარჩევ ყველა კავშირზე. ევროპის კავშირზეც მათ შორის ეს ამერიკის შტატიც რო გავხდე, იმასაც ვარჩევ. მეც ვარჩევ რა. ყველა 64-ს თქვენ მიჩვენია ნამყოფი ახლა არც აფხაზეთში. ვერ. მამა ჩემი იბრძოდა, მე არ ვარ. მე გეტყვით, აი თუ კი დედამიწაზე რამე შეიძლება 64 დაარქვა, ჩვენ გვაქვს. მე ეგეთი საოცარი ადგილი არ მინახე. მარტო მიგონია რომ დასასვენებელი თუ რაღაც კი არა. ენერგეტიულად, აურით, განწყობით, ბუნებით. მე ეგეთი ზღვა საერთოდ არ მინახე, ამ სოფლიო მაქვს მოვლილი რა. მე ვდებდი, არ ვიცი თქვენ მიგიცევიათ ყურადღებას ყოველ დღე გალექსიულ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთის სამაჩაბლო აფხაზ. ყოველ დღე ვდებდი ამას. მე რითმი გამიქრე, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი პაუზა გავაკეთე, 2 სიტყვა გასარითმი რა. და აი რეალური мотиваციები თუ იქნება რა ახალგაზრდობიდან, რაც მართლა საქართველოს გამოსადეგ ნაბიჯი, მე ვიდგები პირველი. ჩემი პირველი мотиваცია ეს არის, რა თქმა უნდა, რა ვიცი, საზოგადოების კეთილდღეობა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ხო, იქ მათ შორის მამაჩემმა, მათ შორის ჩემი მეგობრების ძალიან ბევრი ბამა დაიღუპა. ძალიან ბევრმა მეც უკან გავამაბრუნეს რა. ხო, ბევრი ადამიანი იყო ეს, ვინც მოხალისე. ჩემი ლევან აბაშიძე, ჩემი გია ნადირაშვილი რა, რომელი ერთი გითხრა რა. ხო, ეს აქ ბევრი სისხლი დაიღვა რა. ჩემი ცოლი არის დევნილი სოხუმიდან, ბებია ბაბუ ეზოში დაუხრიდეს. და დაფიცებული მყავს, სულაც რომ მომყავდა, მე უნდა დაგაბრუნო სახლში მეთქე. ბრალეულობაზე საუბარი ალბათ არასწორი იქნება ნებისმიერი ქართველის მხრიდან ვისი ბრალეულობა ეს იქ რაც მოხდა. თუმცა მე ჩემს შეფასებას ასე მივცემ, ხო, ჭეშმარიტებას შეიძლება არ ვაღადებდი, მაგრამ იქ სეპარატიზმი იყო ძალიან დიდი პრობლემა ისტორიულად და ყოველთვის. ყოველთვის სეპარატიზმი იყო მართული რუსებისგან. მაგრამ რუსეთი ვერასდროს ისტორიის მანძილზე ვერასდროს ვერ შეძლებდა ვერაფერს თუ შიგნით არ ყავდა ჩვენ ისეთი ხალხი, რომელიც მას ხელს მისცემდა. სამწუხაროდ ეგ არის, სწორედ ჩვენი ხალხის ხელით გაკეთდა ეგ ყველაფერი. და მე მაინტერესებს ესეთი კითხვა. თუ გნებავთ არ გამცეთ პასუხი, მაგრამ მართლა გულწრფელად მაინტერესებს, იმიტომ რომ თქვენი რამოდენიმე განცხადება ვნახე სულისკვეთებაში გეთანხმებით, თუმცა როგორც თქვენ თვითონ პროტესტში ვთანხმდები, მაგრამ ფორმაში არაო, აქ მაგ იგივე შემთხვევა. მშვიდობასთან დაკავშირებით და იქ ყრილობა იყო თუ არ ვცდები, პარტიულ ოფისში იყო რაღაც ყრილობა ოცნების და აქ საუბრობდით მშვიდობის შენარჩუნებაზე და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს უბრალოდ ჩვენ გვახსოვს კარგად ბიზნიავანიშვილის ერთი განცხადება. 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლი ყველა დამნაშავე ქართულ ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვზარდით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ. არა, ამ შემთხვევაში თუ ლაპარაკობთ აფხაზებზე, კონკრეტულად აფხაზებზე, ოსებზე, აფხაზებზე. თუ ლაპარაკობთ, ჩვენც შეგვეშალა როგორ აფხაზებთან და ოსებთან, როცა შევედით კიტოვანის დროს და მაშინ არ იყო ეს ორი ნაბიჯი ჩვენგან. ამან მოიტანა დაკარგვა აფხაზეთს. მართლა ვერ ხვდები, შეიძლება მე ამ გადმოსახედიდან და მე მეგობრები ვყავს აფხაზები და მე შესწრებული ვარ მაგას რა. იმიტომ რომ შენ საკუთარ ტერიტორიაზე ჯარით არ უნდა შეხვიდე. და მაშინ ისე როგორც დღეს საპოლიციო სამსახური ესეთი განვითარებული იყო. მაგდენი არ ჩვენ გეუბნები შეხსო. ან ნებისმიერ მომენტში. უყურე თუ ხელისუფლების წინააღმდეგი დღეს როგორი იარლიყია, იცი თუ ხელისუფლების წინააღმდეგი არა ხარ, ხელისუფლებას ეკუთვნი. თუ ხელისუფლების წინააღმდეგი ხარ, ნაციონალი ხარ. ესეთი იარლიყიცა. ხო, მოგეს შტამპებია რა. ორი რადიკალურად ისეთი. და თავისუფლების საშუალებას ადამიანებს არ აძლევენ. მაგალითად რა, რომ მე ვიყო თავის უფალი. კიდევ ამ სიტყვას უბრუნდები რა. აქ თუ არა ხარ, იქ ისახარ. იქ თუ არა ხარ, ესახარ რა. შეიძლება. და ეს აბსურდია რა. მე მაინტერესებს ესეთი რამე, აი ძალიან კარგ ბრძოლობაში შევედი. თქვენი აზრით ახლა მეც ალბათ კომპეტენტური არ ვარ ახლა ამ თავდაცვის საკითხებში და ალბათ არც თქვენ. თუმცა, ნუ რა ვიცი, ჩემი ტერიტორიაა კახეთი, პირობითად, ხო? სადაც გადის რკინიგზა. და იმ რკინიგზა საკმაოდ დიდი მნიშვნელობისაა, პირობითად ვსაუბრობ. და ის რკინიგზა ჩამიკეტეს. ჩემს ტერიტორიაზე, აქაც თქვენ ხაზი გაუსვით, თქვენ შენ ტერიტორიაზე ეს არ უნდა ქნა. ჩემს ტერიტორიაზე, რა ვიცი, ჯარს შევიყვან, გედედებს შევიყვან. ვინ შეგვიკეტა?
სად აფხაზეთში რკინიგზის პროტესტი რო იყო მაგ დროს ჯარის შეყვანა ამან არ დააპროვოცი რა ის 90-იანებში წახი? არა, მან ბევრად უფრო ღრმა რაღაცა იყო რა. ბევრად ღრმა მაშინ საბჭოთა კავშირზე წავალ, სადაც აფხაზეთში, ცხინვალში, მათ შორის ჩვენ მეზობლად მთიან ყარაბაღში საბჭოთა კავშირის ბომბები იყო, მათ შორის ყირიმში. ნუ მაგალითად სადღაც ეს იფეთქებდა. ჟვანიამ დაალაგა სამაჩაბლოს ამბავი. და თითქმის კონფლიქტი აღარ იყო რა. მე იმიტომ განვარწე ეს თემა, რომ როცა საუბრობთ, რომ ჩვენი შეცდომაც იყო იქ რამე აფხაზებთან და ოსებთან, როგორ შეიძლება აღვიქვა შეცდომაც, როცა ჩემ ტერიტორიაზე, რა ვიცი, ჩემს თავდაცვით თუ შესაძლოა დანაყოფშება. აიყურე ის რამ როგორც შენი ტერიტორია აფხაზეთი, ისევე აფხაზების ტერიტორია. აფხაზები იმ მიწის მკვიდრნი არიან, იქ ცხოვრობენ აფხაზები და ქართველები. ამას ვაცალკებებთ? ეროვნებით. ეროვნებით ვაცალკებებთ? აი, მეგრელს და ქართველს ხო ვერ გავაცალკებებთ ერთმანეთს? მეგრელი არის განშტოება ქართველის და აფხაზი არ არის ქართველის განშტოება. გონი აფსუა არ არის, რაც ჩამოსახლებული ტომები იყვნენ მან. აფხაზი ისტორიულად არა, აფხაზი დაერქვა. ესე აფხაზი როგორც ეგეთი არის ფუძე ხო აქ აფხაზს. აფხაზეთი საერთოდ სამეფოც არსებობდა, აფხაზეთი ერქვა მას, მაგრამ იგივე არო ეხლა ვიღაცა მეგრისელი ვარო დაიწყოს. აფსუები არიან ჩრდილოეთ კავკასიელები. რომლებიც ისტორიულად სტალინის დროს აქ ჩამოვიდნენ. სტალინის დროს კი არა ბერიას ჩაასახლა ძალიან პირიქით ბერიამდე ბევრად უფრო აფხაზური იყო აფხაზეთი ვიდრე ბერიას მერე. ბერიამ ჩაასახლა რაჭველები და იმერლები ძალიან ბევრი აფხაზეთში. ფაქტია ამ მიწაზე რაღაც მიზნები არსებობდა. კი არსებობდა, მაგრამ აი როგორ აგიხსნა, მე რო დავდიოდი მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს, მე ლევან აბაშიძე, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა ბიჭვინთაში, ლიძავაში, კითხში, ხო? ეს კომპლექსი საერთოდ არსებობდა. აფხაზი, ქართველი ვარ, აფხაზი ხარ თუ რა, საერთოდ არ იყო. არც უნდა იარსება ამას ეს სეპარატისტული სრულდება. ხო და ეგ იყო შემოგდებული სწორედ კონფრონტაციისთვის, რომ მე რუსებს ეს წაერთმია ჩემთვის და შენთან სავაჭრო თემა თქონდეს რა. უყურე როგორ ამია, უჭირავ ხარ ამითი რა. თორე ხა რეალურად რუსეთს რა $1 არ ჩაუდია აფხაზეთში. არა, ამათი ხელით გაკეთდა, ამას ვსაუბრობ მე. ხო და საოცრებაა ჩვენ ვქენით. ჩვენ როგორ გამოდის რომ ჩვენ ვქენით? ჩვენ არ უნდა შევსულიყავით ჯარით აფხაზეთში. და აი, სადამდე უნდა გაგრძელებულიყო ის პროცესი, რაც იქ მიმდინარეობდა. და პროცესი ზუსტად გამსახურდია. დაალაგა ყველაფერი თავ რო ჩავიდა. ნუ ასე რა ვიცი, ახლა დაალაგება ერთი შეხვედრით ერთი შეხვედრით არ გამოდის. გაჩერდა მიტინგები. ჩავიდა ზუსტად გამსახურდია აფხაზური ენაზე მიმართა მომიტინგებს და დაიშალა. და მაგასაც შეაწირეს და თავი არ მოუკლია ზუსტად გამსახურდიას თავს დაუძებ მოკლეს. კიდე გავაწლები და ზუსტად გამსახურდიას ღვაწლი კიდე უფრო მეტად დაფასდება, რომ რას ნიშნავდნენ საქართველოსთვის ზუსტად გამსახურდია კოსტავა. საოცარი ადამიანები. მოყვებით ამ სულისკვეთებაში კიდე ერთხელ გიფიქსირებთ ქართული იდენტობა, ტრადიციები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისე როგორ ახლა გეტყვი მარტივად. ჩვენ არანაირი მსოფლიო კანონით ისტორიას რო გადავხედოთ რა, არ უნდა ვარსებობდეთ. მით უმეტეს ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილი, სადაც ჩვენი ტერიტორია და გარშემო ვინ ცხოვრობს ამ ტერიტორიას და რა რაოდენობის არიან ისინი და როგორი კასჭამიები იყვნენ რა. უნდა გავქრალიყავით. რაღაცა გვიცავს, ხო? 100,000 მოწამე. არ ყავს არც ერთს, რომელმაც არც ერთმა ღვთისმშობლის ხატს ფეხი არ დააბიჯა. და როგორ ამია, იცი რომ ერთიანი საქართველო მე ვნახე პატრიარქის დასაფლავებაზე რა. გეთანხმებით. და ეგ როგორი იმედი იყო, იცი ჩემთვის, ჩვენ შეიძლება ბოლომდე ვეკამათოთ და ვერ დავეთანხმოთ ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთი არ უნდა გძულდეს. ამ პოლარიზაციას თქვენი აზრით ვინ ერგავს დღეს საქართველოში? ბევრი ყავს დავნერგავი რა ხვდები და ბევრი მხარე ყავს. აი პირობითად ვის ინტერესებშიც არის ჩვენ შორის დაძაბულობა. აი ბატონო დავით, მე თუ რუსთაველზე გავდივარ, თქვით რომ პროტესტი ბუნებრივია თქვენი ლოგიკიდან გამოდივარ. და ხო, მეც ესე მგონია, რომ პროტესტი ბევრ რამეზე შეიძლება დღეს გქონდეს. მათ შორის აბსტრაქტულ პროტესტზე მეტად ხელშესახებრივი საპროტესტო ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია და ბევრი იყო ყოველთვის. თუ რაც გითხარი მაგალითად, ხო? მაგალითად ეს თუნდაც ამის გამო შეიძლება მე, აი პირობითად მე ვინმე უსამშობლოდ ამიძახოს და ამენით მელაპარაკოს. მეორეს მხრივ მელასაუბროს შემდგომ პოლარიზაციის დასრულებაზე.
ეს რამდენად ის არის მეორე წამს რო სიძულვილის ენაზე თვითონ მელაპარაკება ეს ადამიანი. იცი რა როგორ რამეა, არავის არ აქვს უფლება სიძულვილის ენით ლაპარაკოს რა. როდესაც ესეთი მცირე მცირე რაოდენობის ერი ვართ, ცოტანი ვართ. ჩვენ დაყოფას და ერთმანეთის დაპირისპირება არის ვიღაცების ინტერესში რა. თქვენ ხო კარგად გახსოვთ რა მარტივი სიტყვა იყო სუკის აგენტი ხარ ესეთი ეს რაღაცა კი ის ხო ნარატივი რაღაც ხო დაახლოებით შებოზო ეგეთი რამე იყო ხო ძალიან ცუდი იყო და დღეს აი სიტყვების წყობა შეიცვალა კაცო აი ეს უსამშობლოები არიან ერთი ხელის მოსმით როდესაც ხელისუფალმა საერთოდ არ იცის იქ რა ახალგაზრდებით განან რა ხალხით განან და ასე შემდეგ მოდი აი შეიძლება მართლა ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა მიწყინოს მართლა მაგრამ აი მინდა ეს თქვა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამის როდესაც პოლიციაზე ვსაუბრობთ პირობითად როცა დარბევები იყო ხო დარბევა კი ყველგან ხდება გადაცდომებიც ბევრგან ხდება, მაგრამ ისეთი სპეციფიკის ქვეყანაში და ისეთ პატარა რაოდენობაში, როგორც საქართველოა, აქ ვფიქრობ მეტი გათვალისწინება და მეტი გაგება უნდა იყოს ერთმანეთს. იცი, რაც მეტი ნაკლები იქნება დარბევა და რაც მეტი იქნება დაპირისპირება, ეს არის საქართველოსთვის ბედნიერება. რა თქმა უნდა, მე ვავითარებ იმ ლოგიკას, რომ როდესაც ვსაუბრობთ პოლიციაზე, მე არასდროს არ ვეთანხმებოდი აუგად მოიხსენიო ინსტიტუტი. არა, იქ არიან ადამიანები, რომლებიც გადაცდომა კი არა, კრიმინალს ჩადიოდნენ და მართლა ქართველს თავისი ხელით ძვალრბილს უერთიანებდა, მაგრამ ეს არ არის მართი საერთო სახე. მე ვიცნობ იქ ღირსეულ ბევრ ადამიანს ვიცნობ. ისევე როგორც აქეთ. აი როგორც იმ გედედეს კონკრეტული თანამშრომლები, ცუდი ხო უფრო ჩანს, ხო? დიდ მასაში ცუდი უფრო ყვირის, უფრო ჩანს, მოძალადე უფრო ჩანს. აქეთაც ეგრე ხო? აი ყურე, ეხლა რაზე ჩვენ საუბრობთ, ხო? რეალურად გამოსავალს ატხედავ. გამოსავალს ყოველთვის ხედავ საუბარში. თუმცა გონია რომ ეს ხაზები სადღაც უკვე ქრება. იმიტომ რომ ერთხელ როდესაც კონსტრუქციულად შენ გინდა ცვლილება და ამის საშუალებას არ გაძლევს. ერთხელ როდესაც კონსტრუქციულად შენ გინდა საუბარი და ამაზე გიპირისპირებს საშინელ პროპაგანდას. როდესაც კიდევ ერთხელ ვცდილობ რომ ამ ადამიანს დაელაპარაკო და როდესაც ენით და სიტყვით მიდიხარ, შენ თავში გვახვდება. აი ამ ყველაფერს არგუმენტებით გავამყარებ. ამის მერე როგორ შეიძლება ვისაუბროთ უკვე? არა, ნუ აი ყურე უმრავლესად ჩვენ გვაქვს რაღაცა ნოსტალგია დასავლეთისკენ. ამ ბოლო პერიოდში უყურებ ევროპა თუ რაღაცა. თუმცა ეს ისტორიული არჩევანი იყო ყოველთვის საქართველოში. იყო და არც ერთხელ ევროპამ ხელი არ გამოგვიშვირა. ისტორიულად არც ერთხელ. არც ხან საბას გამოაბუნძურეს უკან 21 წელს რუსული ჯარი იდგა და ინგლისური ფლოტი იდგა ბათუმში და ერთი ნაბიჯის გადმოდგა და აქ ეს სერი აღარ იქნებოდა. რატო 1918 წელს გერმანული ჯარებიც ხო ჩამოვიდნენ? ხომ არაფერი არ ქნეს. ნუ დამოუკიდებლობა რომ მოიპოვეთ ძალიან ლომის წვლილი აქვს გერმანიას იქ. კი მოვიპოვეთ. მათ შორის დროშაც გავს იმ დროინდელი ჩვენი ეროვნული დროშა გერმანიის იმ დროინდელი. კი, მაგრამ ჩვენ მოვიპოვეთ უბრალოდ გვერდზე დაგვიდგნენ და 21 წელს ნაბიჯიც არ გადმოადგეს, როცა ჯარი შემოვიდა და მაშინ ისეთი სუსტი ჯარი ყავდა. მაგას გეუბნები, ჩაგვაბარეს საბჭოთა კავშირში. მათ შორის 1793 წელს რო აკრიტიკებს ბევრი ოპოზიციონერი ერეკლე მეორეს, რომ ტრაქტატი რამ დაადრევინა, ტრაქტატამდე ევროპაზე იყო მიმართვები, ძალიან ბევრი მიმართვა იყო, თუმცა გიდასტურებთ უარით გაგვისტუმრეს ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ახლა რა ისტორიული შანსიც გვაქვს, ასეთი შანსი აქვე ვამბობ ისტორიულად არასდროს არ გქონია. ხო, მაგრამ მოდი ესე დავილაპარაკოთ რა. აი თითის ქნევით ლაპარაკეთ ჩემ ქვეყანაში. აი რა პრინციპით მელაპარაკება? არავის არა აქვს უფლება თითის ქნევით ვილაპარაკოს, მაგრამ მოდი ამ ჭრილში შევხედოთ. რა თქმა უნდა, ჩემთვის შეურაცხყოფელია, კაცო, ჩემთვის მაგალითად მე გეტყვი ხა ჩემს ციტატას და გეტყვი რამდენად ჯანმრთელი იყო ეს რეაქცია. რანინაში ვიჯექი ჟიურიში და ჩაუხდეთ მუხრან ბატონსა იმღერეს ბავშვებმა რა, ფანტასტიკურად შეასრულეს. და იქ ვაკეთებ ციტატას რა, რომ აი ამ სიმღერის მომსმენი ვარ მეთქი რა. ეხა ამ ბავშვებმა როგორც სიმღერეს მეთქი რა. ჩვენ ბატონი როგორ უნდა ყავდეს მეთქი რა. თქვი კონკრეტულ სიმღერას ჩაუხდეთ მუხრან ბატონსა. ეს ჩემი ციტატა ამოიღეს და ევროპაა ჩვენი ბატონი. ნუ საშინელი მიდგომაა ეს. ხო და ნუ აი შემოსვიდნენ Facebook-ზე რაღაცა ცოტა ვერ მიხვდები საერთოდ რა ლოგიკას. როგორ არ ახარ მიტინგზე თუ რაღაცა ხვდები ასე გეუბნები. ეს კითხვა იცით მე როდის გამიჩნდებოდა? აი პირობითად თქვენს მიმართ. როგორც, რა ვიცი, საკმაოდ
ცნობილი ადამიანი ბრძანდებით და თქვენ სიტყვას აქვე გეუბნებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბევრი მოქალაქისთვის, ხო? აი მე გამიჩნდებოდა ეს კითხვა თქვენთან არა მხოლოდ მაშინ რომ აი რაღაც კანონი შემოიღეს და რომელიც იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას შეიძლება თქვენ ეს კანონი საერთოდ მოგწონთ და არ ფიქრობთ რომ ეს თუდად შეიძლება გამოყენებული იყოს, მაგრამ როდესაც უყურებთ რუსთაველზე ასეთ ძალადობას, ხო? ასეთი ტიპის რაღაც. აი ამ დროს თქვენი აზრით რატო არ შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი რომ არა თავში რა პროტესტიც იყო რომ რუსული კანონი და ასე შემდეგ. არა, იქ ახალგაზრდებზე იძალოდეს და მე ამიტომ გავდივარ თორე ის გამო საერთოდ არ მაინტერესებს. ბევრი ესე იყო გამოსული აქციაზე. მე აქციაზე გავდიოდი მაშინ, როცა ვებზოდი სხვა ერის წარმომადგენელს, ჩემს დამპყრობელს რუსეთს. 9 აპრილს, ნოემბერს და არასდროს არ გამოსულ ვარ ქართველის წინააღმდეგ. პირობითად ეხა თუ აი რა ვიცი ორჯონიკიძე რო იყოს ეხა ამ ქვეყნის მმართველი ორჯონიკიძეს გვარით იყო ქართველი თორე ის საქართველოს არ იყო მე რას გეუბნები იცი რომ როდესაც ქართული ორი მხარეა დაპირისპირებული მე მხარე ვერ ხვდები მაგრამ ნუ ჩემს ორივე საქართველოს ვაკვირდებით და გამნელი მაქვს თელი წინა პერიოდიც და მაშინაც არ მახსოვს მე ესეთი პროტესტის სიტყვაზე რაც პოლიცია ჩადიოდა, ხო? როგორ რაღაცა როდის საუბრობთ? ნუ არ მინდა მისამართების ისა ბევრჯერ გვაქვს ჩვენს ქვეყნის ცხოვრებაში პოლიციის ქმედება განცდილი საკუთარ ეს არასდროს არ მორჩა. ხო, და არც მორჩება და ეს არ მორჩა სოფლიოშიც. თუ შეხედავთ ახლა ინგლისში რა ხდებოდა, თუ შეხედავთ იქ რა ხდებოდა, თქვენი აზრით ინგლისში მიტინგებზე რის გამო გამოდიან? სხვადასხვა მიზეზები. კარგი ცხოვრება არ მოწონთ. ფინანსების გამო არა. აი უყურე რა ხდება. ყველა ევროპულმა ქვეყანამ მიწუნია თავის კოლონიალიზმი რა. ეხლა პარიზში ვიყავი და თეთრკანიანი ვერ ვნახე სამცხის ვეზებზე. ნუ ალჟირელები ბევრნი არიან ხო პარიზში. ბევრნი არ ქვია. მართლა ვერ ვნახე თეთრკანიანი. და ხვდები აი რაც ჩაიდო, რაც გაიცა ენერგეტიკულად ის დაბრუნდა უფრო სხვა მხრივ. ხვდები ის პრობლემა, როდესაც შენ იყავი კოლონიზატორი და მონებად ყავდა ისერი დაგიბრუნდა უკან, ჩაგისახლდა და გენეტიკა შეგიცვალო. მაგრამ ხელისუფალი, ჩემი ხედვით, გინდ ქართველი იყოს და გინდ ჩემი მეზობელი. პასუხი მოეწყობა ყოველთვის ხელისუფლებას. აი მოდი ეს ვთქვათ. როცა პასუხისგებლობაა, ხელისუფლებაზე უნდა მიემართოს. ამაშია საქმე, მთელ სოფლიოში პასუხს აგებს ხელისუფლება, იმიტომ რომ ხალხის მიერ მიცემული მანდატი აქვს. ამაზე ელაპარაკი. მთელ სოფლიოში. მაგრამ როგორ რაღაცა არის ქვეყნები, სადაც აი თავის თავს ახლა ამერიკაში გარე ძალა ვერაფერს ვერ შეცვლის. ვერც ინგლისში, მაგრამ ძლიერი სახელმწიფოა და იმიტომ. ხო, ძლიერი სახელმწიფო აკონტროლებს მიუხედავად ემიგრაციისა, მიუხედავად ძალიან ბევრი ჩას, მაგრამ უკვე პრობლემები იქნება და აკვირდი პოლიტიკას ამერიკულს და ინგლისურს. ინგლისში მაგალითად პირიქით თეთრკანიანებს ჩაგრავენ, ფერადკანიანები თუ უყურებ ახლა ეგ მოცემულობა შეიცვალა პირიქით დაჯდა ახლა, მათ შორის ამერიკის ბევრ შტატშიც, მაგრამ აი პარალელს ვერ ხვდები. ხო, მაგრამ აბსურდია. ჯამში აბსურდია რა. იმიტომ რომ მე თუ მკითხავ საერთოდ კაცობრიობა, ადამიანს რატომ უნდა ერჩევდეს. რესურსი მსოფლიოში საკმარისია რომ ყველა მშვიდად ნორმალურად იცხოვროს. ამ გითხრებით ამ თეორიაში, თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ კიდე ერთხელ ამას გიმეორებთ, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ სიტუაცია, სადაც ერთხელ ვიღაცამ შემომარტყა. გავჩერდი. მეორედ ვიღაცამ შემომარტყა. გავჩერდი და ეს მიმდინარეობს პერმანენტულად და ამ დროს კიდე ამაზე შეიძლება ვიყო. არა, შემორტყმას ეს მეტაფორულად ვამბობ. ხო, მაგრამ თუ გინდა მეტაფორულად ვეგეთქვა, არავის არ მოწონს ვიღაცაზე ხელი შემორტყმა. და არანაირი აგრესიული ფორმის გამოხატვა. არ არის ეს სწორი ფორმა რა. მაგრამ ამას პასუხისმგებლობები ხომ უნდა მოყვებოდეს. კიდე მოყვება კიდეც რა. ამის დრო მოვა, ამას გულისხმობ. კი, რა თქმა უნდა რა. თუმცა, როგორც ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის საშიშროებების ხარჯზე. იმიტომ რომ ჩვენ მართლა ძალიან პოლარიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ და ეს დასაფიქრებელია რა. რა თქმა უნდა. წარმოიდგინე, როდესაც დაკარგული ტერიტორიები გაქვს, აგერ გორში. აგერ რა ორ ნაბიჯი ყავს ამხელა რუსული ჯარი რა. კაცი ჭამიების, გველეშაპების რა. ურთულესი რაღაცაა რა, როცა აფხაზეთი გაქვს. აი მე მაგალითად ჩემი მთავარი როგორც ქართველის მიზანია დავებრუნო აფხაზეთი და სამაჩაბლო.
სრულად მოყვებით მაგრამ ბავშვი. აი ამაზე მეტად არაფერი არ გამაბედნიერებდა რა. თუ ეს ჩემ მოხდება, პირაც დავთმობდი ჩემს კარიერას, ყველაფერს ოღონდ დაბრუნდა. თუ ეს მოხდება, მოდი ესეთი ფორმულირებაც მივცეთ. თუ ეს მოხდება, ვინც ამას გააკეთებს, იმას ეპატიება ყველაფერი. კარგი, თამაშის გამოყვებით, თუმცა თუ ეს არ მოხდება იმის ხარჯზე, რომ რა ვიცი, ან გუბერნიად ვიქცეთ, ან ვალში დავრჩეთ იმ სახელმწიფოსთან. აიღურე ერთადერთი მოთხოვნა, აიღურე ჩემის აზრით. რაში შეიძლება გაიცვალოს ინტერესები რა. რუსეთს თავის მოსაზღვრე ქვეყანა, რა თქმა უნდა, არ უნდა სამხედრო გაერთიანებაში დასავლურ იმაში. ნატოზე საუბრობ. ნატოს გულისხმობ. ეს განცხადებული ამბავიც არის რა და გასაგებიც არის, როგორც ამერიკა შეიძლება იყოს ესკალაციის გამომწვევი. რა თქმა უნდა. მაგრამ ევროკავშირი? და ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია. საფინანსური ამბავი. მაგაშია საქმე. და არ ამგონია რომ ევროკავშირში შესვლა გახდეს ისეთი პრობლემა რუსეთთან ურთიერთობის, რომ ჩვენ აფხაზეთი ვერ დავიბრუნოთ. აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ 28 ნოემბერს ქვეყნის პირველმა პირმა ესე პირველი პირი საერთოდ სხვა არის ჩემი აზრით, მაგრამ ირაკლი ყობახიძემ შეწყვიტა მოლაპარაკებები ევროპასთან. აი რას შეიძლება ეს იმსახურებოდეს საერთოდ? გავიგე რომ შეიძლება, აი დავასრულებ, შეიძლება ის რაღაც რეალურ ნაბიჯებს არ გიდგავდეს და გაწვალებდეს, მოდი ვთქვათ ესე რა, შეიძლება გაწვალებს, მაგრამ შენ რო უჩერებ, ეს იგივე ხო არ არის რაღაცა ოჯახში გინდა შეხება. აი გეტყვი ერთ რამეს რა. რას ასე მსახურება? აი ევროპა თამაშობს რომ არ ვაინტერესებთ. არა ვართ მათ საინტერესო გინდა ეხლა რა შეიძლება ტყუილია ევროპას საქართველოს ყოველთვის საინტერესოა აი როგორც ქვეყანა კი არა როგორც უმნიშვნელოვანესი ტრანზიტი აღმოსავლეთსა და ევროპას შორის სტრატეგიულად ეს გვაქვს როგორ არ უნდა გამოვიდეთ და ამით უნდა ვითამაშოთ უნდა ვითამაშოთ და უარი როგორ არის ეხლა ეს უარი მოლაპარაკებებზე უარი არა მაგის მე 1000 მოლაპარაკება შედგა და 1000 შეხვედრა შედგა არა ოფიციალური არც ერთი არ ყოფილა თორე ეხლა შეიძლება გავიარო და ხელი ჩამოვართვა ხვალ მე შეიძლება შემოხვდეს პარიზში რომ ჩავიდე მაკრონი შემოხვდეს და მე ჩამოვართვა ხელი არა გასაგებია ხო მაგრამ მეც მაგალითად ჩემთვის შეურაცხყოფია ზოგიერთი ევროსაბჭოს და ბრიუსელის განცხადებები საქართველოს მიმართ ბევრი შეურაცხყოფელი განცხადება იყო ოღონდ აი მეორე ფრონტი რომ დაიხვიეს თითზე ვინ გააკეთა ეს განცხადება მეორე ფრონტი გახსენითო ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გონჩარენკო უკრაინელმა აი ხლა დიდი პატივისცემა კაცო შორის იმ პერიოდში როცა უკრაინის ომი დაიწყო ძალიან სერიოზული შემოტევა იყო საქართველოს ომში ჩართულიყო ეს ესე არ არის ვინც არ უნდა შემოგვიტიოს ის მტყუანია მაგრამ აი შიგნით რომ მოგვაწერეს აი ხა მართლა კახი კალაძემ შეიძლება მომაძახო შენ ომი გინდაო აი რა სიგიჟეში ვცხოვრობთ ხო დღეს ახლა რატო მინდა ომი ნორმალურ ადამიანს ომი როგორ უნდა უნდოდეს ხო მაგრამ ეს საშიშროება იყო ყოველთვის არის როცა რუსეთია აქ ყოველთვის არის ეს საშიშროება თუ რუსეთი არის როგორ აგიხსნა რა ის მენტალურად ვერაზოს ვერ დაგთმობს მიხდი ეს გეუბნები აი ვერ წარმოუდგენია შენ სხვასთან მეგობრობა რა როგორ ფიქრობთ აი მათ შორის ამ პირობებში ამ ხელისუფლების პირობებშიც აი რუსეთს მიზეზი ჭირდება შემოსასვლელად ესე ვერ შემოვა რა ესე ვერ შემოვა ნუ აი გინტურის ყრელობა ხო გახსოვთ თამაზ გინტური ლომისაზე რო ავიდა სალოცავად კი როგორ ამახსოვს ხო აი ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ნათლად გამოავლინა მისი უსუსურობა ჩვენ სახელმწიფოს გულისხმობ ვერაფერი ვერ ქნა კაცი მოგვიკლეს ჩვენი მოქალაქე მოკლეს იქ ხო მაგრამ ვინ მოგიკლა იქ ჯარმა იქ სასაზღვრო ხო რამდენი შეეწირა მაგ ამბებს სამოჩაბლოში ჩვენი მხრიდან სამხედროები ჩვენ ძალიან ბევრი არ დავთმეთ და იმიტომაც ვართ ამ მდგომარეობაში და მე მგონი ბევრი რო არ დავთმეთ ამ მდგომარეობამდე რო დღეს ენა გვაქვს სწორედ ამან მოგვიყვანა მაგაშია საქმე ხიჭვით იყო საქართველოს ყოველთვის ხო და მებრძოლი იყო მებრძოლი იყო და როდესაც მაგალითად ევროპა გთხოვს სიტყვაზე რომ შენი რელიგია თუ რაღაცა არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი თუ ეს ვინ თქვა მართლა ვინ თქვა მე პირადად მაქვს მოსმენილი განცხადება არა ნუ ეს არ არის ჩვენს პრიორიტეტიო რა რა არ არის პრიორიტეტიო აი თქვენი ეს მართლმადიდებლობა ეს რომელიმე ერთი წუთი იქ ბევრი ორგანოა ევროპაში ძალიან ბევრი ორგანო არ ვეხარ რომელი ორგანიზაციიდან იყო პირადად მაქვს მოსმენილი ეს აი დღეს რო დიდი პატივისცემა ბატონ შალვას მაგრამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბატონმა შალვა ნაცელაშვილმა პირობითად კიდე ერთხელ ბოდიშს ვიხდი რომ ესე ვახსენებ ამ სახელს აი მოუწოდოს პერუს
ამერიკის დაბომბვისკენ. ეს შეიძლება რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დაღიქოს პერუში ვინმე ამერიკაში. მაგას არ ვიძახი. მოთხოვნაც იყო მაგალითად ჩვენთან გინდა ევროსაბჭოში. მაშინ მიიღე სექსუალური კანონი რომ ეს ესიანთა ქორწინებას გულისხმობთ? კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, აქვე ვაფიქსირებ, ვისაც უნდა ხო, მაგრამ ხო შემოგთავაზეს. ეს შემოთავაზება ჩვენზეა. ეგ main არა, მე გეუბნები, ხო შემოგთავაზეს. რომ ერთ-ერთი პრინციპი იყო ევროსაბჭოში შესვლის. ევროპის ბევრ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება დღესაც არ არის დაშვებული. იმიტომ რომ ეს მათი პრინციპული არჩევანია. როგორ რამეა რატო აიძულებ ვიღაცას? მე ხო არ ვიძახი რომ ვიღაცას ვებრძოლოთ, ვინც სექსუალურად ეს ესეთი გეუბნება, გინდა, თუ არა და მაშინ ეგ ჩემი თავარი ამბავი არა, ამოსავალი წერტილი მე სხვა რამეს გეტყვი. როდესაც ითხოვ რომ უფლება მიცე რომ პატარა ბავშვს შენ გაუკეთო ოპერაცია და შეუცვალო სქესი, შენ იმ ბავშვის უფლებებს არ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. ის შენ თუ ასაკში ხარ და გადაცდით 18 წელს და შენ გინდა შეიცვალო სქესი, შენ აბსოლუტურად უფლება გაქვს შეიცვალო. მაგრამ ის, რომელსაც ძალაუფლება არ აქვს და ჯერ არ იცის არაფერი და არ ეკითხები და უსული, ეგ ავადმყოფობას ვეძახი მე ამას. ეს არ არის ჩემთვის ევროპა. ევროპის კავშირი ეს არ არის, ეს გარყვნილება. უყურე რამდენი ინტერვიუც არ მქონია, ხო? ცოტა სიმპათიით ხელისუფლებისკენ და ანტიპათიით ხელისუფლებისკენ, ხო? სხვადასხვა ტელევიზიებთან. ჩემი თავარი მიზანი ყოველთვის ყოფილა რაც არ უნდა უკმაყოფილო ვიყო ვინმეთი გზა ჩემი არ არის აგრესია თუ ქართველი დგას. თუ მისი გზა ეს არის, თქვენ როგორ პასუხობთ ამ შემთხვევაში? სახარებას ხო რა გავიხსენებთ არა? მე სახარებით ცხოვრობ რა. გასაგებია, მაგრამ წეგან ლოყის მაგალითი ტყუილ არ მომიყვანია, მე რამდენად უნდა შევუშვირო ეგ ლოყა თუ ამ სიტუაციაში ხარ. მაშინ იგივეს უპირისპირებს საბოლოოდ, ხო და ზუსტად ეს იწვევს პოლარიზაციას. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ამას ვინ იწყებს. თავისთავად. სახლში ვერ შევდიოდით აქციების დროს. ხო, მაგრამ ეს ინფორმაცია გააქვთ. აქ არის ლაპარაკი ფორმებზე. რა ფორმით გამოიხატება? გინდა აგრესია და გინდა მეორე მხრიდან აგრესია. ორივე მხარეს აგრესიის ფორმა უნდა იყოს ცივილიზებული. თქვენ სწორი ახსენეთ, შეიძლება 3 საათი ვისხეთ აქ და მთელი დღე ვისხეთ და რაღაცებზე ვერ შევთანხმდეთ, თუმცა ერთ თავარ ამაზე ვთანხმდებით, ხო, ესე იგი ქართველების დაყოფა მიუღებელია, მათ შორის ვინმე მოგთხოვოთ ტრადიციების და რელიგიის დათმობა, ან ფუნდამენტური ჩვენი აზროვნების ცვლილება, ამაში მეც გეთანხმებით თქვენ. და საერთოდ არ ვარ პირობითად ხელისუფლების მომხრე, მაგრამ გეთანხმებით. კაია, კალასი ნათესავია კალასი. რომელი კალასი? კაი კალასი. დიდი მადლობა ბრძანებისთვის. მადლობა თქვენ, უბრალოდ მნიშვნელობა არ აქვს, რაზე ვისაუბრებდით. ჩემი ფორმა ვერაზოს ვერ იქნება აგრესიული რა, გამოხატულების რა. იმდენად პატარაერი ვარ, რომ გაუფრთხილდეთ რა ერთმანეთს. გეთანხმებით, მაგრამ ამ შეცდომის ანახების ფორმა შეიძლება ბევრი ადამიანისთვის სხვადასხვა იყოს. თქვენთვის მიტევებაა და ჩემს მიტევებაა და გავიქე. და იმათაც მიტევებული აქვს, ვისაც სხვა ფორმა აქვს რა გამოხატულების რა. გასაგებია. მადლობა.